შვიდობა შალომ ყველას როგორ ახართ დიდება გქონდეს უფალი იესო ქრისტეს ჰალელუია როგორ ახართ მეგობრებო ახლობილებო რა კარგია მინდია სიცოცხლე რა გაიღვიძე უთხარი მადლობა უფალს ხوارდა გავიწყდა მადლობა ღმერთო სალი რა გაახირეთ მეორეს გახებამდე ჭიტა ხوارდა გავიწყდა სახარება ზემოდადება რატომ რა მინდა ხო თქვა უკაცრავად ალბათ არის მაგაბეზრეთ შეიძლება ხშირად მაგრამ მიყვარს მე ურთიერთობა აფშენიე ურთიერთობა რომ მიყვარს ისეთი კაცი ვარ მithumedes ღმერთზე ლაპარაკი ჩემს უფალზე საუბარი ახლა ძველებს და მორწმუნეებს ის არ იქნება ეს ახალი შეიძლება ვიღაცისთვის სასიამოვნო იყოს ვიღაცისთვის ისეთი რაღაცა იყოს ან შეხსენება შეიძლება ძველებსაც დაავიწყდეს შეიძლება ძველები უფრო გააქტიურები არიან ამ საქმეში მაგრამ ახლებს ძველებს ყველას არავის არ გვეწყინება ეს ამბავი ხოლოს 10 საათი არა ეკაცო და რასაც ხუნებს ისე ჩვენთან დღეს იქნება ოთხეს 34 გრადუსის სიცხე ესპანეთია მოვლით მეორე ჩამოჯდები ხარ ჩემს საყვარელ ხესა მაგრამ ხასაც ხუნებს მაგრად აბა ნახოთ და ერთი დიდება შენდა უფალა მეგობრებო ძმებო და დებო ახლებისთვის ერთ რჩევას მოგხსენდით თუ მიიღებდით არა პირველად მინდა გუშინდელი ვიდეოსათვის ერთ სიტყვაზე რომ მოусმინე რაღაც არ გამომივიდა ლამაზად შეიძლება გრუბად და არასწორადაც ერთ სიტყვა რომელიც კი უფალმა მაპატიოს მაგრამ სადღაც იმ სიტყვისთვის გრუბი სიტყვისთვის ვინანიებ მაგრამ სადღაც იმ სიტყვების ოღონდ კულტურულად ლამაზად ქმულ თუ იქნებოდა ის თქმული სიტყვები იმაში მაინც რჩები იმიტომ რომ მე როცა ვნახავ ვინმეს არასწორად იქცევა თუ სახალხოდ არის ხო თქმული სახალხოდ ვეტყვი თუ პირადში დამელაპარაკებ ახლა პირადში მომწევს რაღაცას და იმას პირადში დამელაპარაკები სახალხოდ ვარ აი ხალხო ეს იცით იმან მე რა მითხრათ განზე ის რაღაცა ასე არ გავაკეთებ მაგრამ ერობკი ხა ძმებო მეთქი დაგივლით მეთქი იქ რაღაცა არ იყოს ლამაზი და უკაცრავად დაგივლით რაღაც მაინც ძველ ბიჭური ქუჩა არ არის მოსაწონი ღმერთის კაცისათვის და ამიტომ როგორ ვიტყოდი ხა ამას მე რომ დაგივლით კი არა გამხილებთ და ამის არ რაღაცა ასე რომ რას უხეშურად გამომივიდა იმისათვის ბოდის ვიხდი მაგრამ იმ სიტყვების უფრო კულტურულად და ლამაზად და ქრისტიანულად და ღვთაებრივად თუ ჩამოაყალიბებდი იმ აზრში მაინც რჩები რასაც ვნახავ იმას ვიტყვი ხო და რა მინდოდა ახლა მე თქვა ძმებო და დებო ერთს გთხოვთ როცა გავიღვიძებთ ვინაკაცო ვიღაცა ინგლისელი იგინება თუ რაღაცას აკეთებს თუმცა აქ გინება არაფერი არ არის ეს გამარჯვებასავით ხო რა მინდოდა აი როცა მორწმუნე ხარ ურწმუნო ხარ ღმერთთან დაახლოებული ხარ ერთი რაღაცა კარგია მორწმუნება გავაკეთოთ ისიც რა ხო გაიღვიძებ კარგი არის ერთი მუხლი მაინც რა იყოს ერთი ფსალმი მაინც ღმერთის სიტყვა გადაყლაპე უსმად ანდა თუ არა და ეს არის იქნება ზედმეტი
რამე საქმე არ დაიწყო სამსახურში წასვლამდე რაღაცის უბორტის გაკეთებამდე საჭმლის გაკეთებამდე სანამ დღე დაიწყება კარგია კარგზე ლაპარაკობ კარგია როცა სადმე გახვალ ან ოთახში გახვალ ან ეზოში გახვალ სადმე პატარა შედის ადგილი ღვთის წინაშე წარდგები და ჩვენი ოჯახები ჩავაბაროთ ღმერთო თუ დაოჯახებული არ ახარ მშობლები ხო ყავს და-ძმები ხო ყავს თუ დაოჯახებული ხარ მეუღლე ხო ყავს შვილები ხო ყავს დედა ხო ყავს მამა ხო ყავს აი შენი ოჯახის წევრები ჩააბარე უფალს უთხარი უფალა მადლობა რომ მაჩვენე დღევანდელი დღის სიცოცხლე მადლობა დღევანდელი დღის სიცოცხლისათვის შენ წარმართე დღევანდელი დღე დამეხმარე უფალო დაგემორჩილო სული წმინდაში დავემორჩილო შენ სულს ვიყო შენი სული წმინდა სადმე მომსმენი შენი სიტყვა მომაწყურე უფალო შენ გაბარე უფალო და დაიწყე ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს ნუ მეტი რა საქმე გვაქვს ჩვენ პროფესორები ვართ კოსმონავტები ვართ ვინც არ უნდა იყო კაცო კოსმონავტიც რომ იყო რა საქმე უნდა იყოს იმაზე უფრო დიდი ამ საკითხზე მეტი ყოველდღიურად ჩააბარე უფალს გაბარე უფალო ჩემს შვილებს შენ იყავი მათი მფარველი შენი ხელი იყოს მასზე ჩემს მეუღლეს ჩემს შვილიშვილებს და მოყევი ვინც ყავს ოჯახში აი ჩქარო ჩაუარე იმასარით ისრები დილივით ეს ხომ სერიოზული რაღაცაა როცა აბარებ რომ საჩაბარო რა გონია რომ ღმერთი არ დაიფარავს კი დაიფარავს მაგრამ უფრო მეტად მე იმაში ვგრძნობ თავს როცა ვაბარებ ღმერთს უფრო ისა ვარ დამშვიდებული ვიცი ხო ისი მაგალითად ხა მეზობელი გადადი ან სადღაც მიდიხარ და ან და სანდოკას მეზობელი ამ ხანს ეწყია გთხოვ შუა დღემდე დამიკავე ბავშვი სანდოს რო აბარებ და მიდიხარ სადღაც მაღაზიაში თუ შოპინგში თუ სამსახურში აპოინტმენტზე და დამშვიდებული ხარ იმიტომ რომ იცი სანდო პიროვნებას ჩააბარე შენი პატარა და სანდო პიროვნებაზე უფრო სანდოზე სანდო და ამაზე უფრო სანდო ვინ არის უფალზე უფრო სანდო როცა რა ვიცი ჩემი ის არის ასეთი სავედო რა ვიცი რჩევა კარგია შენს დამშვიდებული ხარ ჩააბარე მერე აკურთხე ისრაელი დამიჯერე ასე თქვა ღმერთმა რასაკაზობა ეს სათვალები რომ მიეკეთია ყოველთვის გავიკეთე უნდა ლამაზად გოგონებმა რო იცენ თუმცა გოგო არა ვარ მაგრამ ლამაზად იკეთებენ თავზე აკურთხე წამოვიდა აკურთხე ისრაელი ღმერთმა თქვა ვინც აკურთხებს ისრაელს კურთხეული იქნება ღმერთმა უთხრა აბრაამს შენი მაკურთხებელი კურთხეული იქნება ვინ შენ დაგწყევლის დაწყევილი იქნება ნუ აყვებით იმ ხალხს რომლებიც სპეციალურად იგონებენ ვიდეოებს რაღაცებს აკეთებენ 1000-ნაირს ქმნიან 1000-ნაირ ჭორს ავრცელებენ თუნდაც ვიღაცა ხო ყველა ერთ შეყაზე უკასრავად ცუდი მოდიში ცუდის და კარგიც ღმერთმა თქვა შენს მაკურთხებელს ვაკურთხებ ვინ შენ დაგწყევლის წყევლის იქნება ამიტომ ძალიან ამახვილებს უფალი ყურადღებას ისრაელზე ეს ღმერთის ხალხია ეს ღმერთის ერია იმიტომ რომ რა იცით თუ რამეს აშავებს ისრაელი თუ რამეს არასწორად ეს ღმერთის არის ეხლა
შენი შვილი რომ მე ვცემ, ორი რო აუწიო, აური რომ მივარტყა, რომ დამიშავა იმიტომ. ხო მეტყვი შენს, რას ურტყა კაცო ჩემ ბავშვს, მოდი და მე მითხარი და მე დავსჯი. შენ ჩემ ბავშვს ხელი არ ახლა. აი ასე, თუ რამე გასაკეთებელია, მას ღერთი გააკეთებს. ღმერთი ამბობს. ჩემი ერია. წერია ბიბლიაში, ვინც თქვენ გეხებათ, ეს ეკუთვნის ისრაელსაც და ქრისტიანებსაც. უფალმა თქვა, ვინც თქვენ გეხებათ, ჩემს წამწამს ეხებაო ეს. ხო ხედავთ, ვინც ისრაელს ან თქვენ გეხებათ, ის ვის ეხება? ღმერთს. აკურთხე ისრაელი, აკურთხე ეკლესია. უთხარი უფალო, კურთხეული ყო შენი ეკლესია, რომელსაც ჯოჯოხეთის ჭიშკარი ვერ დაძლევს. მე იცი რა პრინციპი გავიჩინე ჩემთვის. როცა მე ლოცულობ ეკლესიასთან და უფალო, თუ ასეთი სიტყვები თუ თქვი, უფალო შენი ეკლესია საერთოდ სიტყვა თუ თქვი, არ მეზარება. ისე ვამთავრებ ამ სიტყვას ბოლომდე, რომელსაც ჯოჯოხეთის ჭიშკარი ვერ დაძლევს. ვიცი რომ ეს ღმერთსაც სიამოვნებს და ეს შმაგსაც აღზიანებს მაგრად. ვახსენებს სატანას რომ შენ ვერ მოერევი ეკლესიას. იმიტომ რომ იესომ ასე თქვა და წყალი არ გაუვა მას. იესომ თქვა ჩემს ეკლესია ჯოჯოხეთის ჭენი, ჯოჯოხეთის ჭიშკარი ძალები ვერ დაძლევენ. ამიტომ აკურთხე ეკლესია. აკურთხე შენი ეკლესიის ხუცესი. აკურთხე შენი ეკლესიის დიაკვანი, ანდა შენი კრებული, შენი ეკლესიის ხალხი, ძმები, დები, ახალმოსულები, ილოცე, ჩააბარე ღმერთს, შენი ნათესავები. რაიცით, არაფერმა არ მოგხიბლოს, აი სამუშაო, აი გასარესხი, აი გასაწმენდი, არაუშავს 5-10 წუთი რო არ გააკეთო, არ დაინგრივა ქვეყანა. ჩავაბაროთ უფალს, ყოველ დილას. ჩვენი თავები, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ქრები, მეუღლები, შვილები, ხო ყველა რაღაც მიდის, სწავლობს, არსებობენ, ღმერთო შენ გაბარე. შენს ხელჩამიბარებია. შენი მზრუნველი ხელი იყოს და შენი ძლიერი ხელი იყოს ამაზე და ამაზე. მერე ილოცე იმ ხალხზე, ვინც შენ გულთან ახლოს არის, ვინც ახლოს არის ღმერთთან, ვინც მოახლოებულია, ვინც ახალი მონანიებულია. ანდა ვიღაცა ურწმო და ურჯულო მეზობელი ყავს ნათესავი. ღმერთო, გაუხსენ იმას გონება. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, შენი ოჯახი, შენი მშობლები, შენი შვილები, შვილიშვილები რო არ ჩააბარო, ისე თუ რამე დაიწყებ, ეს არის ეს იმისანა რომ ადექი საწოლიდან არ დაალაგე და იმას დაიწყო საწოლების გაკეთება. ჯერ ის უნდა მოისტუმრო თავარი. როცა დამთავრდება დღე, წავა ღვთისწყალობით, მადლით, ფარველობით, კურთხეულად. მოვიდა შენი დაწოლის დრო, არ დაგეზაროს. ღმერთო ნუ გახდი იმისას, რომ ლოცვა გვეზარებოდეს. მოდიხარ მუხლებით, ან საწოლის წინ, ან სადმე, სანამ დაწვევი. ან ოთახში, ან ცის ქვეშ, თუ არ წვიმს. ზოგს წვიმა კიდევ უყვარს. აი ხედი და ვხარი, მადლობა მამა. მადლობა დღევანდელი ფარველობისათვის, სრულობისათვის. თუ რამე დღეს იყო არასწორი, ყოველი ჩემი სიტყვა, საქმე, ემოცია, რაღაცები, რაც შედის არ იყო მოსაწონი, რითაც დავანახვლიანე შენი გული, შენი წმინდა სული, მაპატიე უფალო, გამწმინდე ქრისტეს წმინდა სისხლით. გამასუფთავე უფალო შენი წმინდა სისხლით, მყავი წმინდა და უმანკო, ვინანიებ და გთხოვ დამეხმარე. ხვალ უფრო წმინდა და მოსაწონად ვიცხოვრო შენი მადლით, შენი სულის მის დახმარებით. მადლობა უფალო. კიდევაც რაც წაისვარე ისიც მოინანიე, გთხოვე უფალს პატიება, მოიხმე ქრისტეს სისხლი, განიწმინდე, მადლობა გადაუხადე და უთხარი უფალო. შემომესი მშვიდატკბილი ძირი, თუ შეიძლება იქნება სიზმრები, ჩვენება, ხელო რაც გინდა. მე ყოველთვის მზად ვარ, ნაჩიკუ, მივიღო შენგან ყოველნაირი ინფორმაცია.
შენ გაბარებ ჩემს სიცოცხლეს, წვები ვიცინებ და იმედი მაქვს რომ შენი წყალობით გავიღვიძებ. და ახტი და ჩახტი შენ საწოლში და მოისვენე იქ. ასე რომ მადლიერებით დავიწყოთ დილა და მადლიერებით დამთავრდეს დღეს. და არავინ არ შესხენილა ვინც უფალზე არის მინდობილი. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ. აბა ჰედა, აბა ჰო. აბა კარგად. უფალმა გაკურთხოთ.